As you can see, especially for the first and also for the second game, we have quite a lot of players missing. Unfortunately, it's often the case in June after long seasons. So, of course, that will give the opportunity to some other players to play and to gain time on the pitch, because if you don't play regularly with the national team, it's difficult to get better. So of course, we will try on these two games to give some minutes to the highest amount of players. As Goram said, of course, tomorrow is going to be difficult for us because Romania is a country of football, a pure country of football, and I also wanted to thank you, Casho, for the pressure he put for the new generation, saying that they have to do even more than what he has achieved. But no, the last words were, for me, it has been a big words, but it has really been a privilege to work with Casho as a captain. We had a lot of fights, but honest fights about how to prepare, how to play, how to deal with situations, and I wish every coach in the world to have the same kind of captain in his team. შეგუებული ვარ 100%-ით, რომ ბოლო თამაში არის, გული ერთი წამით რამეზე არ მწყდება. პირიქით მინდა ისეთი თამაში იყოს, რომ რაღაც სევდა არ იყოს საერთოდ ამ თამაშის გარშემო. პირიქით ქონდა მიღბლიანი კარიერა, რომელსაც ბევრ ამას მივაღწიე და მინდა რომ გულშემატკივართან ერთად ეს ხვალინდელი თამაშით აღვნიშნოთ. ყვარა არის ძალიან თავდაბალი, ძალიან პროფესიონალი და ძალიან მაგარი ადამიანი და მისი ხელმძღვანელობით, ასე ვთქვათ, ძალიან მაგარი ლიდერი ეყოლება და ძალიან მაგარი კაპიტანი ეყოლება ჩვენს ნაკრებს და საფეხბურთო თვისებებს რაც შეეხება, ზედმეტია ჩემი სიტყვები, იმიტომ რომ არის ევროპაში საუკეთესო მოთამაშე. თამაშის მერე მოლოცაპით რაც მივწერე იყო, როცა მომენტი გექნება აუცილებლად დაფიქრდი რამდენს მიაღწიე თქო რა და თვითონაც უნდა გაითავისოს, რომ არის უდიდესი ფეხბურთელი და არის ქართველი და ყველამ უნდა ვიამაყოთ ყვარათ, იმიტომ რომ ეს არის მართლა რაღაც საოცარი მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის. რომ ნაკრებში მოვედი იმ მომენტიდან დღევანდელ მომენტამდე არის საოცარი პროგრესი. მარტო ფეხბურთელების მხრივ არა ვითარდება და ჩვენი ფედერაციაც ცდილობს, რომ გუნდმა და ჩვენ თილმა ორგანიზაციამ პროგრესი განიცადოს და ამ პროგრესით ძალიან დიდ შედეგს მივახციეთ. ბოლო ერთი წელი, რა თქმა უნდა, ისეთი არ იყო, როგორიც დავგეგმეთ, მაგრამ თუ განულ გზას გადავხედავთ, რა თქმა უნდა, სადღაც დიდი წარმატების შემდეგ მე წარმომატებულობაც მოდის ხოლმე, რაც ჩემთვის ჩვეულებრივი მომენტი იყო, მაგრამ ბევრს გაგიკვირდათ. ამის შემდეგ თაობებით შეიცვალენ, ისეთი თაობა მოვიდა, რომ ფიქრობ ძალიან ბევრი შეუულიათ, ცოტა მეტ გამოცდილებას თუ დააგროვებენ, ამიტომ გუნდი არის ამ პროცესში, როდესაც უფრო მეტი გამოცდილება უნდა მიიღოს, ფეხბურთელები შეიცვალონ, ამიტომ ეს პროცესი ხანდახან როგორ ვთქვათ, ჩავარდნასაც ეს გზაც უნდა გაიაროს. ამიტომ ფიქრობ სექტემბრის შემდეგ ოფიციალური თამაშების შემდეგ ახალი სახე ექნება გუნდს და რაღაც ახალ ეტაპს დაიწყებს და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი ფეხბურთელები ყავს ისევ იმ წარმატების მიღწევა, რაც ჩვენ გქონდა ევროპის ჩემპიონატზე, სრულიად რეალური არის.